მონაზონი მარიამი ერში ია ბაგრატიო მუხრანელი ჩემი სტუმარია დღეს ძალიან ცნობილი ფილოლოგი მკვლევარი ზურაბ სოტკილავას და მანანა სოტკილავა ჩვენი გადაცემა დღეს ეძღვნება კოტე აფხაზს ეს დიდებული პიროვნება გენერალ-მაიორი ილიას დიშვილი ძალიან ეროვნული მოღვაწე იყო და ილიას მკვლელობის შემდეგ ფაქტიურად მისი შვილობილი იყო და ყველა ილიას იდეა მან განახორციელა საქართველოში მანამ არ დახვრიტეს გუშინ იყო კოტე აფხაზის და მასთან ერთად დახვრეტილი გმირების 102 წლისთავი 23 წელს 21 მაისს ვაკის პარკის მიდამოებში დახვრიტეს ჩვენი ვაჟკაცები და ეს იყო ისეთი მზაკრული გეგმა ბოლშევიკების მათი აზრით და ამ დასში ვინც სჯიდა ჩვენ გმირებს შედიოდა სერგო ორჯონიკიძე მამია ორახელაშვილი ბერია და მრავალი სხვა რუსი ჯალათები მოგილევსკი და ჩვენ აი ამ წიგნში რომელიც გამოუშვით საარქივო მასალების შესწავლით შედეგად ყველა ეს საოცარი მასალა მათი წერილები მათი დახვრეტის ოქმები მათი დასჯის მაგალითები ამაშია შეგროვილი და ნახეთ ყველაზე უფროსი ამ დასში იყო ვარდენ ძოლუკიძე 56 წლის კოტე აფხაზი იყო 51 წლის ყველაზე უმცროსი იყო 24 წლის ვაჟკაცი ჩემი ნათესავი სიმონ ბაგრატიო მუხრანელი 27 წლის იყო და თვითონ დახვრიტეს გარდა ამისა ამით ვერ არ დასწალდათ კიდე ბოლომდე უნდა ეჩვენებინა თავისი სისასტიკე და ფეხმძიმე ცოლიც დააკავეს და უგზო-უკვლ დაიკარგა ეს ციმბირში ალბათ მოკლეს გზაში აი ასეთი გმირები ყავდა და გუშინ ჩვენ თქვენ ნახავთ კადრებს ვაკის პარკში ჩვენ 30 წელია ვავლენთ პანაშვიდებს სადაც დახვრიტეს იმ ადგილას ბოლშევიკებმა ააშენეს საზოგადოებრივი ტუალეტი ესეც შეგნებულად იყო გაკეთებული იმიტომ რომ იცით თქვენ იოანე ნათლისმცემლის საერთოდ ყველა წმინდანის დაღუპვის ადგილას ეცადნენ ქრისტიანობის და ერის მტრები ეს შეებილწათ მათი სახელები დღეს არის წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის დღესასწაული და წმინდა ნიკოლოზი საერთოდ წმინდა გიორგი ყველა ქართველი წმინდანი და მოციქული ჩვენი გმირების სალოცავი ხატი იყო და ვიდრე მე ქალბატონ მანანას გადავცემ სიტყვას მინდა შეგახსენოთ რომ აი ამ წიგნში საარქივო მასალებზე დაყრდნობით არის ძალიან საინტერესო მასალები მოთავსებული გარდა იმისა სულ ახლახანს უნდა მადლობა გადაუხადა მეოფე შიოს მან გვითხრა რომ აუცილებლად უნდა შეავსოთ ეს წიგნი და ეს მასალები თუ რა გააკეთეს ეკლესიისათვის ჩვენმა გმირებმა და აღმოჩნდა საოცარი რამ თურმე 1917 წელს საეკლესიო კრება რომელიც იყო მოწყობილი ჩვენი გენერლების ჩვენი თავადაზნაურობის ჩვენი ეროვნული ხალხის მიერ როდესაც იყო კირიონ მეორე არჩეული და რუსი ეგზარხოსი იყო გაძევებული ეს იყო ყველაფერი შედეგი დიდი მუშაობისა ჩვენი გმირების ეს ნაკლებად არის ცნობილი და ჩვენ თავადაზნაურთა საკრებულოს იდეა არის რომ ეს ჩვენი გმირები და მამულიშვილები ეკლესიამ წმინდანებად აღიარონ ჩვენ გუშინ ვაკის პარკში ამაზე ვსაუბრობდით გადავიხადეთ ტრადიციულად პანაშვიდი მამა იაკობ აბაშიძემ გადაიხადა ჩვენმა მოძღვარმა და ეს ჟღერდა ყველა გამოსვლაში რომ უნდა ჯეროვნად დავაფასოთ ჩვენი გმირები ნამდვილად ყველა წმინდანია ყველა შეეწირა ერს და ძალიან
დიდი საქმე დაიწყეს საქართველოში. მაშინ დახვრიტეს ამ 15 კაცში 4 გენერალი იყო, რამდენიმე პოლკოვნიკი, ერისკაცები, მწერლები და ეს იყო ნამდვილად მთელი ერის საუკეთესო ნაწილი, გონი და გული. და როდესაც დახვრეტის შემდეგ აკრძალული იყო საერთოდ მათი ხსენება, ამბროსი ხელაიამ ქაშვეთში 3 დღის მანძილზე პანაშვიდს ავლენდა და გატენილი იყო ტაძარი და საერთოდ ხალხი. ეს იყო სიკვდილის ტოლფასი, ვინც მიდიოდა იქ, მაგრამ მაინც აღავლინეს და ეს მართალია მერე ყველა კირილ მეორეს და ამბროსი ხელაიას შეეწერა ბოლშევიკებს, მაგრამ აი ეს რაც მათი გულის ნადები იყო და მრწამსი, ეს შეასრულეს. ეხლა მე მინდა ვთხოვო ქალბატონ მანანას, რომელიც ბევრს მუშაობს გვარებზე, მათ შორის აფაქიძეებზე და სხვებზე და არის ჩვენი საკრებულოს სამეგრელოს საკრებულოს წარმომადგენელი, გარდა იმისა, რომ ზურაბ დიდი მომღერლის და მუსიკოსის ზურაბ სოტკილევას და არის, გვინდა რომ გუშინ გამოვიდა სიტყვით და აი ჩვენ ტელემაყურებლებს შეახსენოს თუ რაზე იყო გუშინ საუბარი. კადრებს თქვენ იხილავთ აი ჩვენ ეკრანზე. გთხოვთ ქალბატონ. მოგესალმებით. სრულიად საქართველოს დღეს ნიკოლოზობა, წმინდა ნიკოლოზი ფარადეს, ორთავ სოფელსა შინა მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ერთგულებს ვახტანგ გორგასლის ანდერძისა ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს. ყველაზე საინტერესო რაც იყო, როგორც ეგრეთ დედაომ ბრძანა, ბოლშევიკები სადაც კი რამე ქართული კულტურის, ქართული მართლმადიდებლობის მისთვის წამებული გმირების ნაკვალევი იყო, უსასტიკესი, აი ყველაზე დიდი ცინიზმით ძიობდნენ შურს. მინდა გავიხსენო ბატონი ზვიად გამსახურდიას 70-იან წლებში დაწერილი დილემა კაცობრიობის წინაშე, რომელიც მაშინდელ კაცობრიობას და დღევანდელსაც საპროგრამო წიგნად გამოადგებოდა, იქ პირველად არის ნახსენები ღმერთკაცი ქრისტეს ჩაენაცვლა მხეცკაცი ბოლშევიკი. აი არაჩვეულებრივი შედარება ამ მხეცკაცი, რომელმაც უარყო ღმერთი, უარყო რწმენა, ადამიანობა და ბუნებრივია ეს საზღვარმორღვეული ადამიანები არაფერს არ დაგიდებდათ, რაც წმინდა და წმინდა იყო ქართველი კაცისთვის. აი ერთ-ერთი მსხვერპლი გუშინდელი დღე გახლდათ კოტე აფხაზისა და მისი ფაქტიურად 15 თანამებრძოლების ასე ცინიკურად დახვრეტა და მთელი საბჭოთა პერიოდში იქ განთავსებული წამბილწავი ადმინისტრაციული შენობის არსებობა. აი დედა მარიამის თავადაზნაურთა საკრებულოს ბატონი კოტე ჩოლოყაშვილის ცხოვრებულის პირდაპირ ღვაწლია, როდა 90-იანი წლებიდან, როდესაც შესაძლებელი გახდა ყველა ეროვნული მოღვაწის მივიწყებულის, დაწუნებულის, შეურაცხყოფილის შესახებ ხმამაღლა თქმულიყო და გაწეულიყო გარკვეული პატრონება მათი სახელების და გმირობისარეაბილიტაციოდ, რომ ეს ტერიტორია დღეს ქართველ მართალ მამულიშვილთა შესაკრებელ და მათი სულის საოხი ადგილად იქნა გადაქცეული და აი გუშინდელი დღეც ერთ-ერთი გახლდათ. საინტერესოა და ძალიან მისასალმებელია, რომ ქართული მართლმადიდებელი ეკლესია საჭიროდ ცნობს მათ წმინდანთა დასში შერაცხვას, რადგან მათი ღვაწლი პირდაპირ გამეორება ეძიებდეთო ქრისტესთვის სიკვდილს ვახტანგ გორგასლის მიერ დაბარებული ანდერძად. კოტე აფხაზს როცა ემიგრაციაში წასვლა შესთავაზეს, მან უარი თქვა, შეგნებულად დარჩია ქრისტესთვის წამებული ყოფილიყო, რადგან ემიგრაციაში მყოფდა დასასრული თითო თუ ერთად, თუ მენტალურად, თუ ფიზიკურად, ყველანაირად მეტნაკლებად ცნობილია ჩვენთვის და მან სამშობლოში წამებით აღსასრული ირჩია ემიგრაციაში წასვლას მაშინ. და ამით მომავალ თაობას მისცა მაგალითი, როგორ უნდა იღვაწოს 1000 წლეულებით წინაპრების მიერ გატარებული ქრისტეს ჩვენთვის ჯვარცმული ქრისტეს ერთგულებისთვის. ამ 15-დან ერთ-ერთის ვარდან წულუკიძის ქალიშვილს
ჩემი სტუდენტობის ჩვენი თაობა სტუდენტობის დროს მოესწრო სიონში ეთერი წულიკიძე, რომელიც მედავითნეთ იყო იქ და მახსოვს პირველი ქრისტიანული ხნული ჩვენთვის ათეიზმის ეპოქაში სწორედ ეთერი წულუკიძის ღმერთმა აცხონოს მისი სული გახდათ მისი ძალიან დიდი დამსახურება მიუხედავად კომკავშირული რეიდების და ათასგვარი დაშინებებისა მოგვიხაროდა ეთერისთან შეხვედრა სიონში, რომელიც სრულიად სხვა სამყარო იყო ჩვენი თაობისთვის. რაც შეეხება კოტე აფხაზს, სხვანაირად არც არის გასაკვირი და არ უნდა გაუკვირდეს არავის, რადგან მის სისხლში დუღდა ანჩაბაძე და გვარის უძველესი სისხლი და ბაგრატიონთა ის ერეკლეს პირდაპირ შთამომავალი გახდათ. ანჩაბაძე ეს მიჩქმალული გახდათ ეს რომ ის იყო ანჩაბაძის საგვარეულო შვილი და აი ბატონი იური ჩიქოვანის დამსახურება მისი სააშკაროზე გამოტანა და ყოველგვარი ეჭვებისა და ორჭოფობის გარეშე აღიარება რომ ის იყო ანჩაბაძის გვარის წარმომადგენელი რომლებიც კახეთში მოხვდნენ მისი წინაპრები და იქიდან ილია ჭავჭავაძის სხვა რო არაფერი ილია ჭავჭავაძის დიშვილობა ეყოფოდა. ახლა ანჩაბაძების გვართან დაკავშირებით რა შეიძლება ითქვას ის გარდა იმისა რომ დღესაც ცოცხალია დღევანდელ აფხაზეთში მე რომ გავხდით სოხუმში ამ საგვარეულო მიმასპინძლდა რამდენიმე წლის წინ დღესაც ცოცხალია ასეთი ფრაზა სანამ იტყვი ჩაჩბას ანუ შარვაშიძეს მანამდე ახსენე აჩბა ანუ ანჩაბაძე ესენი ანჩის ხატის მცველებად და ანჩის ხატის შეწირულ საგვარეულოდ დიდებულ საგვარეულოდ მოიხსენიებიან და ამ თავიანთ დიდებულებას ისინი არასოდეს არ უთმობდნენ ამ პირველობას არავის და ეს დღესაც დღევანდელ აფხაზეთშიც საკმაოდ წონადი და მიღებული გვარია ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და არ ვახსენოთ მარტო ამ გვარს კოტე აფხაზის გარდა პეტრე ანჩაბაძის შვილობაც ეყოფოდა ეს ის პეტრე ავტობაელი თავადი გახლავთ რომელიც 1917 წელს, როდესაც სრულიად საქართველოს შეიკრიბა სვეტიცხოველში საქართველოს ავტოკეფალიის აღსადგენად 22 კაციან აფხაზთა დელეგაციის მეთაურად ჩამობრძანდა სვეტიცხოველში და იქ სიტყვა თქვა, საოცარი სიტყვა რომ გაზეთი ივერია იმდროინდელი წერდა რომ არც ერთ გამომსვლელზე ამბროსი ხელაიას კომენტარი არ გაუკეთებია და აი თავადი ოტობაელი თავადი პეტრე ანჩაბაძის გამოსვლაზე მან ასეთი სიტყვები გააჟღერაო ძალიან ცუდი ხმები მომდიოდა ბოლო პერიოდის აფხაზეთიდან მაგრამ ოტობაელი თავად პეტრე ანჩაბაძის გამოსვლამ კვლავ გამიღვიძა იმედი და მომცა ძალა აფხაზთა და ქართველთა ძმობისა და მეგობრობის განუყოფელობისაო ცნობილი მწერალი ვლადიმერ ალფენიძე ყოველ შეხვედრაზე მისაყვედურებდა ხოლმე რომ ჩვენ ვალში ვართ დიდი პეტრეს წინაშე უაღრესად გერმანიაში განათლება მიღებული კაცი უაღრესად პროგრესული პიროვნება გახდა ყავდა დადიანის კარის შვილი მეუღლეთ ფენია დადიანი რომელიც აფხაზეთის ქართველთა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში მარიამ დებურიან რომ ხელმძღვანელობდა საკმაოდ გამოკვეთილი და ცნობილი პიროვნება გახდათ ქონდა არაჩვეულებრივი კოლექცია ხელნაწერებისა რომელიც მაშინდელმა რაიკომის მდივანმა ხუტ ატუფურიამ რომ გადაერჩინა განიავებისაგან გამოიტანა იქიდან და ხელოვნების ლიტერატურის მუზეუმს ჩააბარა საინტერესო მინაწერებით ასე რომ ჩვენს გვარს რომელსაც ოტობაია აერთიანებდა ანჩაბაძესთან ერთად ჰქონდათ ნათელმირონობითი და განსაკუთრებული დამოკიდებულებითაა ცნობილი ჩვენი გვარისა და ანჩაბაძეების ურთიერთობა და ჩვენთვის ძალიან საამაყოა რომ აგერ უკიდურეს აღმოსავლეთში ამ გვარის შვილი კოტე აფხაზი თავისი უკან დაუხეველი ვაჟკაცობით ეწირება სამშობლოსათვის, სამშობლოს ერთიანობისათვის, ქრისტეს რწმენისა და ერთგულებისთვის, როგორც უკან დაუხეველი და უშიშარი ვაჟკაცი. დედა მარიამს ქალბატონ მანანა, აქ ალბათ უნდა აღნიშნოთ ის, რომ ზოგისათვის ეს უცნობია, რატომ აფხაზი? თქვენ სწორად თქვით, გვარი არის ანჩაბაძე, ერთ-ერთი უძველესი გვარი აფხაზეთში და რაც მთავარია, ეხლაც არიან ანჩაბაძეები და მე მინდა მოგახსენოთ თქვენ რომ ძალიან დიდი მოქანდაკე გოგა შვაცაბაია, გიორგი შვაცაბაია, რომლის ძეგლი დგას ოლიმპიაში, მან გააკეთა ჩვენი კოტე აფხაზის
ბიუსტი, შესანიშნავი ბიუსტი და მასთან იკრიბებიან აფხაზები, ქართველი აფხაზები და ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ ეს ქართულ-აფხაზური ოჯახების ერთობა შექმნან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კოტე აფხაზის წმინდანად აღიარება ჩვენ რომ ვიღავით მეოფე შიოსთან, აი სავღნიშნეთ, ეს ძალიან დიდი აფხაზებს არ აყავთ წმინდანი, ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯი იქნება ჩვენი გაერთიანებისა კვლავ. თუ კოტე აფხაზ და მასთან შეჭერულ გმირებს შერაცხავენ წმინდანებად. 102 წელი გავიდა. აფხაზეთში ძალიან ბევრი ანჩაბაძია და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ფესვებით შედუღაბებული არიან ოჯახები ქართველებს და ამ მიწას და ამ მწამს ქრისტიანულ ჭეშმარიტ ქრისტიანულ მწამს და ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს აქცია, მით უმეტეს ჩვენ მოვიპოვეთ სულ ახალი მასალები, ეს უცნობი იყო და მე ერთ-ერთ ნაწყვეტს წაგიკითხავთ თქვენ, რაც შეეხება კოტე აფხაზს. თქვენ იცით რომ როდესაც იმპერიამ დაიპყრო საქართველო 1801 წელს მოსპო ყველაფერი ქართული და ჩვენი დიდი პიროვნებები და წმინდანები და მწერლები სულ ილია ჭავჭავაძის მწამსი ეს იყო, მამული ენა სარწმუნოება ეს უნდა რწმენაც წაგვართვეს, იმიტომ რომ სკოლებში მხოლოდ რუსულად ასწავლიდნენ ბავშვებს საფრთხოს ჯულს და მწამს და ეს ენა უცხო იყო და ძალადობით იცით თქვენ მოგონებანი აკაკი წერეთლის და სხვების თუ რა ხდებოდა გიმნაზიებში. აი კოტე აფხაზის დამსახურება არის ის, რომ მან პირველად დასვა საკითხი, რომ საფრთხოს ჯული და რელიგიის გაკვეთილები ქართულად უნდა წარიმართონ გიმნაზიებში და სასწავლებლებში. მან იყო რუსეთის იმპერიაში ასეთი სათათბირო დუმა. ილია ჭავჭავაძის იყო მან პირველმა დასვა ავტონომიის საკითხი ჩვენი გამოყოფის თაობაზე და აი მე-14 და ბოლო იყო კოტე აფხაზი. მაშინ უკვე რევოლუციის შემდეგ დუმას სათავეში კომიტეტი იყო დროებითი როძანკოს ხელმძღვანელობით. აი როგორ მიმართავს როძანკოს, ეს უნიკალური დოკუმენტია და მე მინდა რომ თქვენ გაიცნოთ. გენერალ მაიორი კონსტანტინე აფხაზი აირჩიეს რუსეთის იმპერიის სახელმწიფო საბჭოს დუმას წევრად 1916 წელს. მის დიდი წვლილი მიუძღვის მას ქართველთა მუძულე ვორონცოვ დაშკოვის კავკასიიდან გადაყენებაში. ეს ვორონცოვ დაშკოვი სხვა ვინც უფრო მდიდარი იყო საქართველოში არ მინდა ეხლა თქვენთვის ცნობილია, მასთან ჰქონდა კავშირი, იღებდა ფულს და ყველაფერს ქართულს ლანძღავდნენ, აძევებდნენ და იცით თქვენ რა პოლიტიკა მიდიოდა. ესე იგი ეს ვორონცოვ დაშკოვი კავკასიიდან კოტე აფხაზმა და მისმა მეგობრებმა გააძევეს. 1917 წელს 28 თებერვალს სახელმწიფო სათათბიროს მოთხოვნით და დადგენილებით სათათბირო დროებითი კომიტეტის ხელში გადავიდა. კოტე აფხაზმა მიმართა აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის როძანკოს მკვეთრი და უკომპრომისო სიტყვით. ქართველი ხალხის კეთილდღეობისათვის იყო მიმართული ქართველი თავადაზნაურობის მოღვაწეობა რუსეთის იმპერიაში. უკვე დამხობილი წყობილებისგან არავინ დატანჯულ არს ისე როგორც ქართველი ხალხი, რომელიც 10-ზე მეტ წელს განიცდიდა იმპერიული ძალმომრეობის მთელ სიმძიმეს. იგი ანადგურებდა ყველაფერს, რაც ერის თვით არსებობის ნიშანს შეადგენს. ყოველივე კულტურული ღირებულება, ხალხის სული
წაშლილი და შეურაცხყოფილი იყო. დანგრეული უძველესი ეკლესია, სკოლა, სახელმწიფო დაწესებულებანი, რომლებიც წარმოადგენენ ქართველი ხალხის ეროვნულ ღირსებას, ძალმომრეობით დააქციეს და გაანადგურეს. ვერც 1793 წლის ტრაქტატის ვალდებულებებმა, ვერც სისხლის ნაკადულებმა, ვერც ქართველი ხალხის ლოიალობამ, გმირობამ ბრძოლებში რუსული არმიის გასამარჯვებლად ვერ გამოიწვია რუსეთის საზოგადოებრივი ცხოვრების ხელმძღვანელთა შორის სამართლიანი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ. იმედია რუსეთის ხელისუფლება ეხლა მაინც გაითვალისწინებს და ხელს შეუწყობს ქართველ ხალხს პოლიტიკურ ავტონომიის საფუძველზე თავის ნაციონალური უფლებების განხორციელებაში. ეს იყო ძალიან ხმამაღლა ნათქვამი სიტყვა, რომელიც ეხმარებოდა ეფუძნებოდა ჭეშმარიტებას და ტაშის გრიალით შეხვდნენ რუსეთის ამ სათათბიროში. გარდა ამისა, ძალიან საინტერესო ფაქტი კოტე აფხაზის ცხოვრებიდან ჩვენ უკვე ერთხელ აღნიშნეთ ეს, მაგრამ კიდევ ერთხელ მე არ დავიღრები გამეორებით. ეს იყო უპრეცედენტო ფაქტი. საქართველოს თავადაზნაურობამ კოტე აფხაზის ხელმძღვანელობით მთელი ქონება, რაც ეკუთვნოდა თავადაზნაურობა 60 წლის მანძილზე, რაც იყო შეგროვილი და ეს იყო ძალიან დიდი სიმდიდრე. მეფის ნაცვლის სასახლე, გრესი, კახეთის რკინის გზა, უნივერსიტეტის მიწები, იმიტომ რომ კოტე აფხაზი იყო საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, როდესაც გადაწყდა უნივერსიტეტის აშენება და მან გადასცა მიწები, რომელიც თავადაზნაურობას ეკუთვნოდა. ეს ყველაფერი, ეს სიმდიდრე შეადგენდა 8 მილიარდ ფრანკს და როდესაც ამ ყრილობაზე, ეროვნულ ყრილობაზე გამოვიდა სიტყვის კოტე აფხაზი, გარდა იმისა, რომ მისი ჩამოყვანილი იყო ივანე ჯავახიშვილი საქართველოში, გარდა იმისა, რომ მთელი სამეცნიერო დასი, რომელიც არსებობდა გაფანტული მთელ იმპერიაში, კოტე აფხაზის მიერ იყო ჩამოყვანილი აქ, ეს ქონება იყო ეკონომიკური საძირკველი ჩვენი პირველი რესპუბლიკისა 1918-დან 21 წლამდე. ჟორდანიას მთავრობამ ამას არ აფასებდა და კოტე აფხაზს მისცეს სიტყვა მხოლოდ ყრილობის მესამე დღეს. ძალიან საინტერესოა მოგონებავი ამ ყრილობის შესახებ და კოტე აფხაზის გამოსვლის შესახებ. აი რას წერდა ამის შესახებ მაგალითად სიმონ ჭედიამ. მან აღნიშნა უპრეცედენტო მნიშვნელობა კოტე აფხაზის გამოსვლის. დღეს დიდი ილიას წაქცევის შემდეგ, წერს ქედია, პირველად ვიგრძენი საქართველოს იმედის მომცემი სინამდვილე და ქართული ხასიათის სიღრმეები, ტკივილები და რწმენა. კოტე აფხაზმა ილიას ხასიათით კონტური გამოგსოვა დიდი ქართველების ბუნებისა. პატარა ჩვენი ქვეყანა დიდ საქართველოდ, ნამდვილ საქართველოდ გადაიქცევა. გრიგოლ რობაქიძე პუბლიკაციაში ომი და კულტურა ასე ახასიათებს ამ ყრილობას და კოტე აფხაზის ისტორიულ გამოსვლას. საუბრობდა შესანიშნავ ქართული ენით, გონიორულად შედგენილ სიტყვაში, რომელშიც ბრწყინვალედ იყო შეწყმული გონი და გული. არაფერი ვიწრო ფენებისათვის, არაფერი კორპორაციებისათვის. ასეთი თანმიმდევრობით აფხაზის სიტყვა უდავოდ დიდებული იყო. თუმცა ის კიდევ უფრო დიდებული, რაინდულად დიდებული იყო, როცა მან განაცხადა, რომ თავადობის ნიჭი არ არის თავათა ხალხისათვის დაქვემდებარების აქტი. ეს თქვა აკაკი ჩხენკელის საყურადღებოდ, არამედ ეს არის თავისუფალი ხალხის თავისუფალი სალამი. ეს წუთი მთელი სიტყვის
ქვაკუთხედი იყო კოტე აფხაზმა აჩვენა ყველას რომ ის იყო არისტოკრატი ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით საქმე იმაშია რომ ზოგი პირადად მე და ჩვენ გვედავება რა გინდა თავადაზნავთა საკრებულო შექმენი და მიწების და მამულების დაბრუნება გინდათ მე ყოველთვის ვიხსენებ კოტე აფხაზს არა და არა ქართველი ერი და ქართველი კაცი ბუნებით არისტოკრატია საერთოდ და გაცემა დიდსულოვნება ეს ჩვენი ეროვნული თვისებაა ვაჟკაცობა სამწუხაროდ ამას იმ საუკუნეში ბოლშევიკების დროს და ეხლაც ბევრი ივიწყებს და კარგავს ამ ოჯახური სიწმინდეები იქნება თუ ტრადიციული ცოდნა თუ მიწის მოვლა თუ ასეთი დარგები როგორც მევენახეობა მეფუტკრეობა ეს სუფთა ქართულია ყველაფერი სამშობლო არის საქართველო ამ დარგების და ჩვენ შეგვიძლია სიამაყით ვთქვათ რომ არა მარტო პურის მარცვლის 500-ზე მეტი სახეობაა საქართველოში აი ეს ჩვენი ადამიანი ჩვენი ქართველი კაცის ქართველი გლეხი იქნება თუ თავადი თუ არისტოკრატი სულიერი მრწამსია და მთელი ერი არის არისტოკრატიული ჩემის აზრით როდესაც ჩვენ მეოფეშიოსთან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მინდა მოვახსენო მას იმიტომ რომ აი გუშინ გამოგზავნა ეცულოვნების კორესპონდენტები ვაკის პარკში სადაც ჩვენი შეკრება მიმდინარეობდა და მანამდე შეგვთა ჩვენ დიდხანს ვისაუბრეთ ჩვენ დავსვით საკითხი რომ უნდა შეიქმნას გვართა მუზეუმი იმიტომ რომ ეს სწორედ მაჩვენებელია ჩვენი უძველესი გვარების და გვინდა რომ სამებაში მეორე მხარეს აი იქ არის ადგილები დარბაზები და რაც მთავარია 5 წლის წინ ვიდრე მე მონაზნად სამთავროში გამაგზავნა პატრიარქმა და ამკვეთეს მან მითხრა რომ მომცა თავისი უნიკალური ლუსკუმა თავისი მშობლების პორტრეტები და თქვა აი პირველი ექსპონატი ეს იქნება და მე დარწმუნებული ვარ რომ მოგვესწრება ჩვენ ყველას ალბათ ეს გვართა მუზეუმი და ნებისმიერი პიროვნება რომელიც ჩამოვა თიდან თუ ბარიდან და მოინდომებს საკუთარ გვარზე ინფორმაციის აღებას და იქ მოიპოვებს შეიძლება თქვენს შეღმატოთ ამ მუზეუმს ასე ისტორიული ნივთები ისტორიული ექსპონატები და ეს იქნება სოფლიოში არ არის გვართა მუზეუმი ჩვენი ალბათ იქნება მოგზალებული საჩუქარი ჩვენ წინაპრებს ყველას მე მგონი ამაში მიიღებთ მონაწილეობას და ყველას უნდა მიმართოთ გარდა ამისა მე მინდა გთხოვოთ ყველას მივაქციოთ ყურადღები ჩვენ გვარებს და ჩვენ შვილებს რეალური ისტორია მივაწოდოთ იმიტომ რომ ბავშვი რომელიც არ იზრდება ტრადიციებზე აი მაგალითად ახლა იხსენებდნენ ანზორ ერქომაიშვილს მან ფაქტიურად გადაარჩინა ქართული გალობა და მრავალხმიანობა. ასეთი რამ უამრავია საქართველოში. ქართული ხატწერა ჩვენ ახლა ვუშვებთ ახალ ციკლს მუხრანელ ბაგრატიონებზე და თქვენც გაუწყებთ და ამ წიგნის პრეზენტაცია რომ იქნება, იქ არის ორი საინტერესო მხატვრის ხატი. ქეთევან წამებული იყო მუხრანელი და ჩვენი კოტე აფხაზი, რომლის გვარში იყო ხატმწერებიც იყვნენ, აი ასეთი ნიკოლოზ აფხაზი, ანანური მაგალითად მისი მოხატულია. 3 გენერალი აღუზარდა ერთ გვარმა. ძალიან დიდი მოღვაწეები აღუზარდნენ და ამაზე ჩვენ უნდა ვიმუშაოთ. სკოლებში ფაქტიურად, როდესაც შემოიღო კოტე აფხაზმა საღვთო-ჯულის ქართულად სწავლება, ეს ნიშნავდა იმას, რომ უძველეს ფესვებს უბრუნდებოდა საქართველო. ქალბატონ მანანა, თქვენ ხომ არ დაამატებდით აფხაზეთთან დაკავშირებით, ბატონმა ჩვენმა მეოფეშიომ ისიც კითხვა აფხაზთა გვარები შეიტანეთ ამ
გვართა მუზეუმში და აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ და მე რამდენადაც მახსოვს ისტორია 325 წელს ბიჭუნთიდან იყო ზაგზავნილი ნიკეაში პირველ მსოფლიო კრებაზე ჩვენი ეპისკოპოსი და კიდევ ვინმე აფხაზეთიდან თუ გეგულებათ დედა მარიამ ვიდრე თქვენს კითხვას ვუპასუხებდე მინდა ერთ რამის გავუსვა ხაზი რომ ევროპული კულტურის ნაწილი გახლავთ იგივე წარმართველი არისტოკრატული ფენა ეს მან მიღებული ძალიან მიღებული წესია და ფორმაა და ჩვენს ნაბოლშევიკარ საზოგადოებას რომელმაც გააცამტვერა ამ არისტოკრატული ქართული არისტოკრატული ფენის საუკეთესო წარმომადგენლები დღემდე ამ მენტალობიდან ვერ გამოდის ჩვენი საზოგადოება დღემდე უჭირთ რომ აქ მიწების და ქონების დაბრუნებამდე მიდის მათი ცნობიერება სამწუხაროდ არადა ეს კულტურა აუცილებელი გახლავთ და აუცილებელია თუ გვინდა რომ იმ დიდი ძველი ევროპული კულტურის ნაწილად მოვიაზრებდეთ ჩვენს თავს აი ახლა ხან გუშინ წინ დაკრძალეს ჩვენი თანამედროვეობის უდიდესი პიროვნება ქართველი არისტოკრატული ოჯახის შვილი დიდი დირიჟორი ვახტანგ ბატონ-მაჭავარიანი მე როდესაც გავიგე მისი მეუღლე ჰერცოგინიას ქალი გახდათ მოვიხიბლე როდესაც მივედი სამძიმარზე და ჩემს გაკვირვებას არ ქონდა ზღვარი არ ქონდა ისეთი კარგი აკადემიური ქართულით ისიც და მათი ერთადერთი ვაჟი 21 წლის ალექსი არაჩვეულებრივი ქართულით თავიანთი ქცევით თავიანთი არისტოკრატიზმით აი ბატონმა ვახტანგ მაჭავარიანმა ჩემთვის პირადად დატოვა ერთ-ერთი დიდი მაგალითი საკუთარ ეროვნულ ფესვებზე როგორ შეიძლება შუაგულ ევროპაში შექმნა ქართული ოჯახი რომელიც მყარ დგას თავის ფესვებზე და ეს სწორედ იმ არისტოკრატული ფენის კულტურამ შეაძლებინა აქედან წაღებულმა და იქ დახვედრილმა. განა საოპერო კულტურა ევროპის წიაღში არისტოკრატიისგან არის შვა, ასე რომ ქართულ საზოგადოებას ჭირდება მაგალითად აუცილებლად და დროა რომ ამ ნაბოლშევიკარ ცნობიერებას რაღაცნაირად საკმაოდ 70 წელი უხადა ქართველობამ ხარკი და როგორმე დავეუფლოთ ჩვენც ამ მონარქიულ კულტურას ეს ყველაფერი მიდის მონარქიის კულტურამდე საბოლოო ფორმა სახელმწიფო მართვისა აღიარებულია ყველასთვის რომ ეს არის მონარქიული ფორმა სადაც ჩვენი უწმინდესი სიტყვებით მეფე კი არ მართავს არამედ მეფობსო ეს შესავალი სახით რაც შეეხება კოტე აფხაზის წმინდანად შერაცხვას და მასთან ერთად იმ 15-ესი ეს იქნება ერთ-ერთი გამართლება ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის ბრძნული გადაწყვეტილებისა, რომ ცხუმ აფხაზეთის ეპარქია მან საქართველოს საკათოლიკოსო საპატრიარქო ტახტს დაუქვემდებარა. როგორც პატრონი იქ ავად მომზირალი გარემოცვის ხელიდან, ასე რომ ვთქვათ, გამოსაცლელად. რაც შეეხება აფხაზეთის კეთილშობილ გვართა საკმაოდ კომპაქტურად მე მაგალითად გაკვირვებული დავრჩი მიუხედავად ამ ყველაფრის გამოვლისა რაც ჯოჯოხეთი ის იყო მოდი ხმამაღლა ვთქვათ რომ ეს არის ქართველთა და აფხაზთა ხელოვნურად დაგეგმილი სასაკლაო დავკარგეთ ჩვენ არანაკლები მათ და რისთვის და რატომ ალბათ ისტორია გასცემს მას პასუხს თავის დროზე როცა იქნება გაბედული უფრო მეტად საზოგადოება ისე კომპაქტურად შეკრული საგვარეულოები თუნდაც ემუხარებისა თუნდაც აჩბებისა ანუ იქ აჩბების ფორმით არიან არადა საინტერესოა მეგრული ფორმა პირდაპირ პასუხობს ამ მათ დიდებულ წარმომავლობას ანჩბეია ანუ ანჩის ბეგები ანჩის დიდებულები ანჩის მთავრები ბოლოს და ბოლოს არიან და თქვენ ბრძანეთ გვართან დაკავშირებით ქართო როგორც დგინდება ბოლო კვლევებით და არა მარტო ქართველი უცხოელი მკვლევრებიც კი არიან დაინტერესებულნი რომ ქართველმა ერმა იბერიული მოდმის ქართველმა ერმა როგორც ბევრი რამ მისცა მსოფლიოს კულტურა მათ შორის გვარების დგინდება რომ გვარის კულტურაც აქედან წაღებული კულტურა გახლავთ რომელიც პირდაპირ არის ასახული ქართულ გვარებში ქრისტემდელი
პერიოდის, ანტიკური პერიოდის, წარმართული პერიოდის რჯული და ქრისტეს შემდგომი დაწერილი რჯული. ეს კვლევის უფრო ფართო სფეროა და დროული და სწორი იყო ჩვენი ბრძენი პატრიარქის მიერ გვარების მუზეუმების დაარსება, იმიტომ რომ ყველა გვარს თავისი პატრონი, თავისი წინამძღოლი, თავისი ისტორია, თავისი დაარსების საინტერესო ამბები მოყვება თან. და ღმერთმა ქნას, რომ მათ შორის აფხაზეთის დღევანდელი ძალიან საინტერესო გვარები, რომლებიც ლამისკა ჩქოტუების გვარი, სხვა სრუთავი დავანებოთ, მარშანიები, უძველესი გვარი, დავით ჩქოტუა ეყოფოდა ვეფხისტყაოსნის ერთ-ერთი მკვლევარი. ის ეყოფოდა ამ გვარს და აფხაზეთს და ბევრი რამ რომ არ გავიხსენოთ. ვისურვებდი ისეთ ქართულ საზოგადოებას მე პირადად, რომელიც რაღაცნაირად ამაღლდებოდა რამდენიმე საფეხურით მაღლა და ამ წარმართველი საზოგადოების მაგალითად წარმართველი ფენის აუცილებლობის, რომელიც ალბათ და აუცილებლად მონარქიის კულტურამდე მიგვიყვანს. ბატონებო და ქალბატონებო, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებელია გვართა მუზეუმი შექმნა, ვგულისხმობთ შექმნას სრულად საქართველოს, იმიტომ რომ ვისი გვარის ხართ, ეს უბრალო ნათქვამი არ არის, ვისი გვარის ხართ, რა ზნეობის მატარებელი ხართ, რა პროფესიის ხართ, ამას ნიშნავს და ჩვენ ასათი თავათა გვარია, მაგრამ უამრავი გვარი საერთოდ დაიკარგა, უამრავი გვარი მიეკუთვნება სხვა ეთნოს, თუმცა წარმოშობით ქართულია და ეს ძალიან დიდი საქმეა და თუ ჩვენ კოტე აფხაზის თამადობით და ჩვენი გმირების თამადობით გავიხსენებთ, ყველა ოჯახში არის გმირი, მათ ღვაწს და ამას შევაგროვებთ მუზეუმში, ეს იქნება დიდი საერო საქმე. როდესაც რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, ეს არის უპრეცედენტო ფაქტი. მთელი დინასტია მოსპეს. მარტო 22 ბაგრატიონი მოსპეს 1801-დან 20 წლამდე. არსად არ ყოფილა, არც საფრანგეთშიდაც იყო რევოლუცია, იტალიაში ყველგან, მაგრამ სამეფო დინასტია მით უმეტეს დიდ ბრიტანეთში არავის არ გაუნადგურებია. მხოლოდ ჩვენთან ჯერ რუსეთის იმპერიის ჟამს, მერე ბოლშევიკების მიერ ეს იყო ისეთივე ცოდვა, როგორც აი როდესაც ანგრევ ეკლესიას და ანადგურებ უძველეს კვალს ჩვენი ეთნოსის. ამიტომ გვართა მუზეუმი მე მგონი შეასრულებს თავის დადებით როლს და თქვენც თუ მიიღებთ ამ დიდ ეროვნულ საქმეში, დიდად მოხარული ვიქნებით და შეგიძლიათ ქართულ ტივის მომართოთ ან ჩემთან დაარეკოთ ან ქალბატონ მანანასთან. ამით ვასრულებ. ერთი წუთით ჩავამატებ კიდევ რომ აი კოტე აფხაზი თავის თავში აერთიანებს უკვე საქართველოს. ხო. უკიდურეს დასავლეთში დაბადებული ანჩაბაძის გვარის შვილი უკიდურეს აღმოსავლეთში აცოცხლებს უკვე თავის წარმომავლობას. კოტე აფხაზად იცნობენ, ისე რომ კიდევ მისი გვარი აღარ იცოდა. ისევე როგორც ზიად გამსახურდია აერთიანებდა დასავლეთს და გამსახურდა სახე და მირანდა ფალაოდიშვილის სახით აღმოსავლეთს და რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ვისი გორისა ვართ, ვისი ფესვისა ვართ და რომ ეს სამშობლო უნიკალური საქართველო ეკუთვნის ჩვენ ერს და ქართველობას. მე მაგალითად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი უნდა იყოს კონსტიტუციური მონარქია და უნდა აღდგეს სამეფო თავის ფარგლებში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი წართმეულია, უნდა დაიბრუნოს ისტორიული მიწები საქართველომ და აი მაშინ გავწყინდება ალბათ საქართველო. გაიხარეთ.